მოგესალმებით. ეს კიდევ ერთ ახალ ბრაუნდს. მოკლედ დიდი ხნის მერე დავუბრუნდით და ეს არის კიდევ ერთი ახალი ბრაუნდი. მოკლედ ბრაუნდზე დავამატებთ 114 ახალ სკინს. ძალიან მაგარი რაღაც განახლებები გელოდებათ. 4 ახალ ბრაუნდერს. ესენი არიან პირველი ფოკუნდუსი, მეორე კონტრშაგელა, მესამე ლუციფერი და მეხუთე კატაკლიზმა. მოკლედ ეხლა რა შეუძლია ფოკუნდუს? მოკლედ ფოკუნდუსი არის უბრალოდ ჯოჯოხეთიდან გამოსული დემონი. მას შეუძლია რომ გააკეთოს გრავი, ანუ ტელეპორტები, გახსნას სხვა დაცული გაარღვიოს სხვა პლანეტებს შორის და ანუ და შეუძლია სხვადასხვა ადგილებზე გადატელეპორტირება მას და მოკლედ შეუძლია რომ ძალიან ცუდი რაღაცა გავკეთოს. ის აკეთებს 15000 დინეიჩ ერთი ტყვით და მოკლედ ძალიან ძლიერი ბრაუნერია. გირჩევთ რომ მასთან ახლოს არ გიხვიდეთ, იყავით ცოტა ახლო ფაიტში. ის არის ახლო რეინჯის ბრაუნერი, რო იცოდეთ და ახლოდან ფაითეთქონე და მის სუპერი არის მოკლედ ესე ვთქვათ სხვადასხვა მე ფუკუნდუსი ამბობს ხტება ჰაერში და ახტება პირდაპირ და მე ეუბნება კი ფუკუნდუსი ხარ და მე ეუბნება დასკი ვაგზელი გადაღებას და ეს არ შეიმჩნევთ მეგობრებად ეხლა რომ რაღაც პატარა ის იყო და მოკლედ ხო ეს მაჯიკა და გადახტობა ეს არის მოკლედ ამ ყველაფერს ავიხსნის უფრო შემდეგ უკვე ლუციფერის და კატაკლიზმის შესაძლებლობის აგიხსნით ლუკა და მოკლედ ეხლა აგიხსნით ლუციფერის შესახებ ლუკა და მოკლედ მე ლუციფერი რა ხდება? ლუციფერი არის ეს მაგი რომელსაც შეუძლია ძალიან გამოიყენოს. მას არ დავიწყდა რომ ისინი თავის ბოროტი ძალიან უწევრო რევოლუცია მოაწყონ. ამიტომ ახლა კიდე კატაკლიზმა ზულს ლუციფერი. კატაკლიზმას აქვს 3 ნივთი უკვე, როგორც თქვენ დაინახეთ და აი ახლა ჩვენ შეგვიძლია ნახოთ ძალიან ბევრი რამ. მაგალითად აი კატაკლიზმას შეუძლია გააშეშოს, გაყინოს. ძალიან ბევრი რამე. მოკლედ ამის ეს ბრაუნერი შეიძლება გამოვიდეს თებერვალში, ესოი ბრაუნერი გამოვიდა თებერვალში და ბრაუნფას მოყვება ასევე. და ეს იქნება ეპიკი და მითიკი ბრაუნერი. ეპიკი იქნება კატაკლიზმა და მითიკი იქნება ლუციფერი. ხო და ახლა გვიხსნის მოდით ედო. ეს სკინი კიდე თუნ სპრაუტი, რომელიც არის სამაჯებიანი სკინია. ხო და მაქვს კოსტუმ ვოისერი, კოსტუმ პინები და ძალიან ბევრი რამე აქვს. ხო და თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ, ჩვენ 300 ჯემი მაქვს მეტი არ ვიცი. ასევე ჩვენ გვაქვს ბროკოზე სკინი, ქროუზე სკინი, არტიზე სკინი, კიდევ რიკოზე სკინი და ძალიან ბევრი სკინი. მაგალითად აი ეს სკინები ახლა გამოვა ეკრანზე, სკინები ასე და თუ გინდათ რომ ბევრი სკინები გამოვიდეთ და ბევრი ბრაუნერები, უნდა გამოიწეროთ ეს ჩვენი არხი, რომ ახალი ბრაუნერები გამოუშვათ. აბა ხედა აბა ხომ. კონტრშაგელა შეუძლია. ჩუმად იყო. გაიჭირეთ. ხო აგეძლებთ და მოკლედ ეხლა შეუძლია კონტრშაგელას. კონტრშაგელას შეუძლია მოკლედ იპოვოთ ყველგან. ანუ ის ბუჩქებში ხედავს, შეუძლია მას ბუჩქების კონტროლი, შეუძლია რომ დაგინახოთ ბუჩქებში და მოკლედ აკონტროლოს ბუჩქებს. ის ასევე ეხმარება კატაკლიზმას, პოლიკას, ჭახანას, გაიოს და აჭოს ავალდებულებს და დახალაკეთით რომ მოატანინოს სხვადასხვანაირი ნივთები უშვებენ დავალებაზე. შემდეგ იმ დავალების დროს ეს ვთქვით, კაი რა ვახტოვ. ხო, რას მომდი. შემდეგ იმ დავალების შესრულების შემდეგ აძლევენ თავის კონტროლი ჯილდოს და მოკლედ ანუ კატაკლიზმასთან კონტაქტი და კავშირი იმას რა ქვია კონტრშაგელას და ასე რომ მოერიდეთ ის აკეთებს 25000 დინეიჩ ეს დარტყმით სრული კატასტროფა ბრაუნერია, სუპერი აშლება.
სუპერი მის სუპერი აშობა. უბრალოდ გამოიყენებს სუპერს, ანუ არანაირი გადაგდების რეინჯი არ იქნება არსად. უბრალოდ ჩვეულებრივად, ანუ არა ჩანს სუპერი, რამხელა მანძილია ქანისა არისა. დააწვევს სუპერს და გადაგიყვანს ახლო-ახლოში ტელეპორტს აკეთებ. ახლო-ახლოში ბრაულერებთან, მაგალითად, მუნჩხევში კემპეროდეს ეგეთ ბრაულერებთან და ის არის ახლოს, ანუ შორსროლერი რეინჯის ბრაულერი და ცოტა ფრთხილად იყავით მასთან და შორიდან ვერდით. ფაიფერზე ოდნავ დიდი რეინჯი აქვს და მოკლედ ამ ყველაფერზე აგვიხსნის უკვე ეტაპურად ლუკა რა მოკლედ. დაიმატება კიდე 14 სკინი როგორც გითხარით, არტიზე შემთხვევით ლუკას გამორჩეს ხომ უნდა ითქვა. და აერია მოკლედ არტი მე უნდა მეთქვა, მაგრამ არ ვახშეს. ვამატებთ ახალ სკინებს ორწამით გეტყვით ახლა რომ ბრაულერებზე ზუსტად. იცით? ხო, ვამატებთ მეგი სკინის, ქვის მეგის ვამატებთ, არტიზე ურამაზე სკინს ვამატებთ, კიდევ ცეცხლოვანი დრაკოს ვამატებთ, დემონ ნანის ვამატებთ, ხესპაიკს ვამატებთ, მოტოციკლეტისტი როზა და ორწუთით და მებრძოლ იმას ვამატებთ როზას კიდე, მებრძოლ როზას. და მოკლედ დაიმატება ეს 7 სკინი, კიდე ვამატებთ ახალ კიდე გეიმ მოდებს, იმენა აი ესეთები რო აი, ჩემი თითქმის როგორც განიშნა ზუსტად ეგეთები. ვამატებთ კამფეტივით გეიმ მოდებს. იქნება ახალი წლის გეიმ მოდი. მოკლედ ქვია კამპეტ შოუდაუნი, ანუ კამპეტების შოუდაუნი რა. კამპეტების შოუდაუნზე რა ხდება? ყუთები არიან ფაურ კუბები. ანუ ყუთები ფაურ კუბები კი არა, იქნება ყუთების ნაცვლად ჩაულებრივის კამფეტების ყუთები, რო გახსნით, გაძლევენ მეგობრებო ერთის ნაცვლად 2 ფაურ კუბს და გექნება და 2 ფაურ კუბი თითო ყუთის გახსნაში და მოკლედ ეგის დაგეხმარებათ იმაში რომ მოიგოთ ინფორმატივად არ ვააგროვოთ ბევრი ფაურ კუბები და მოკლედ ხო კიდე გეეხმარებათ და მოკლედ და ხო კიდე ასევე თითო კილს რო გააკეთეთ, კიდე დამატებით გევატებათ, ახალ 3+3 თასს გიმატებთ თითო მოკლაზე, ოღონდ სეზონის თასებს გიმატებათ, მეგობრო, აი ჩვეულებრივი თასები გაქრება, ანუ ჩვეულებრივი თასების მომატება, ოღონდ სეზონური თასები მოგემატებათ ისე როგორც ლობიში რო გამოვხართ, ანუ შეემატება, ანუ ტროფი რუაჩი ჩვეულებრივი თასებში, ოღონდ ბრაულერზე, ანუ სეზონურ თასებში მოგემატებათ რა. და მოკლედ ასეთი მე იყო დღევანდელი ვიდეოს Brawl Talk-ი და მოკლედ ესე დასრულდა. მოკლედ დღეისთვის ლესყო არ დაგავწყნეთ ვიდეოს დალაიქება, ამ Brawl Talk-ის დალაიქება, არხის გამოწირა, ხალხნო ზარის ბლაკის გააქტიურება და ჩემი ლუკა ქართველი და ლუკა ქართველის არხის ლინკები იქნება აღწერაში და მოკლედ გემშვიდობებით და მოკლედ შევხვდებით შემდეგ Brawl Talk-ზე.